მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2020 წელი ამოცანა ნომერი 34. პლანეტა X-ზე თავისუფალი ვარდნის აჩქარება 4G მოცემული გვაქვს. G X პლანეტაზე ტოლი არის 4G-სი. განსაზღვრეთ პლანეტის მასა თუ მისი სიმკვრივე დედამიწის სიმკვრივის ტოლია. რო X-ი X პლანეტის ტოლი არის რო დედამიწის. G თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა დედამიწაზე. G დედამიწის ტოლი არისო G-სი. ხოლო M-ი დედამიწის მასაა, ხოლო მასა დედამიწის გვითხეს რომ ტოლი არისო M-ის. ჩვენი მიზანია განსაზღვროთ რისი ტოლი არის უცნობი X პლანეტის მასა MX-ი. მოდი პირველ რიგში გავითვალისწინოთ პირობით რომ ვიცით რომ რო X-ი ტოლი არის რო დედამიწის. ამასთან თუ გავითვალისწინებთ რომ დედამიწის მასა M დედამიწის მასა ტოლი არის რო დედამიწის გამრავლებული V დედამიწაზე, ეს კი თავისუფლი ტოლი იქნება დედამიწის სიმკვრივე გამრავლებული დედამიწის მოცულობაზე, რომელიც თუ დედამიწას ჩავთვლით სფერულად, ტოლი იქნება 4/13 PR დედამიწის კუბი, საიდან ამასთან იგივეს თუ გავაკეთებთ X პლანეტისთვის, მივიღებთ რო X VX-ი, ტოლი იქნება რო X 4/13 PR X კუბი. აქედან ჩვენ რა გამოგვდის რომ რო დედამიწა ტოლი იქნება M დედამიწა შეფარდებული 4/13 PR დედამიწის კუბზე, შესაბამისად რო X-ის ტოლი იქნება M X-ი შეფარდებული 4/13 PR X კუბი. ამ ორი ტოლობის ერთმანეთთან გატოლებით, რადგანაც ვიცით რომ ერთმანეთის ტოლი არის, მივიღებთ რომ M დედამიწა შეფარდებული 4/13 PR დედამიწა კუბში ტოლი ყოფილა MX-ი შეფარდებული 4/13 PR X კუბი. ეს 4/13 PR-ი შეუკვეცება, საიდანაც გამოგვდის რომ M დედამიწა R დედამიწის კუბთან ტოლი გამოგვდის MX-ის შეფარდება R X-ის კუბთან, საიდანაც ჩვენ თუ განვსაზღვროთ MX-ი რის ტოლია MX-ი, აქედან ტოლი იქნება დედამიწის მასა გამრავლებული RX კუბი შეფარდებული, მოდით უფრო ლამაზად რომ შევწეროთ, RX შეფარდებული R დედამიწასთან, ეს მთლიანად იქნება კუბში აყვანილი, ხო? ასე. კარგით, მეორე მხრივ რა, მოდი მოცემულობაში G-ების მნიშვნელობების გამოვიყენოთ. თავისუფლად ვიცით რომ Gx-ი ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონიდან გამომდინარე ტოლი არის G გრავიტაციული უნივერსალური მუდმივა გამრავლებული M მასაზე X პლანეტის შეფარდებული R X კვადრატთან. ამასთან G დედამიწის ტოლი იქნება Gm დედამიწა R დედამიწის კვადრატთან, საიდანაც Rx იქნება Gmx-ი Gx-თან, მოდით თან ჩავსვათ მნიშვნელობები, Gx-ი ვიცით რომ 4G-ს ტოლია, 4G-სთან, ხოლო R დედამიწის კვადრატი, აქ Rx-ის კვადრატი გვინდა, R დედამიწის კვადრატი ტოლი იქნება Gm დედამიწა შეფარდებული G დედამიწა თავისუფალი ვარდნის აჩქარებასთან დედამიწაზე, G-ზე და ამას თუ შევაფარდებთ, მოდით ნახოთ რა გამოგვივა. Rx-ის შეფარდება R დედამიწასთან კვადრატში, ამ ტოლობას თუ შევაფარდებთ, მივიღებთ რომ ეს ტოლი არის Gmx-ი შეფარდებული 4G-ზე, გაყოფილი Gm დედამიწაზე-სთან, ანუ გამრავლებული G პატარა G-დთან M დედამიწა. საიდანაც G-ები შევუკვეცება და რა გამოგვივა ახლა აქედან ჩვენ G-დიდებით შევუკვეცება, ეს ტოლი იქნება 1/4 MX-ი M დედამიწასთან. ახლა ტოლობის ორივე მხარეს თუ კვადრატულ თურქეს ამოვიღებთ, მივიღებთ რომ R X-ის შეფარდება R დედამიწასთან ტოლი არის 1/2 MX-ის შეფარდებისა M დედამიწასთან. არის ხად 1/2. ორივე ტოლობის ორივე მხარეს კვადრატული ფესვი ამოვიღეთ. და მოდით ეს გამოსახულება შევიტანოთ აი აქ. რა გამოგვივა? ჩვენ გამოგვივა რომ აქედან გამოგვივა ჩვენ რომ MX-ი ტოლი არის, მოდით გადავწეროთ. ცოტა აქედან დავიწყებ. ესე იგი MX-ი ტოლი არის M დედამიწა
rx-ი ერთ-დედამიწის კუბთან და თუ გავითვალისწინებთ ამ მნიშვნელობას და შევიტანთ ამ გამოსახულებაში, ნახოთ რა გამოგვივა. ეს თავისუფლად ტოლი იქნება. 1/2 ხარისხად კუბში იქნება 1/10 m დედამიწა გამრავლებული 1/10 mx-ი შეფარდებული m დედამიწასთან ხარისხად 3/2. ხო, ეხლა ჩვენ გამოვხდით აქედან რომ mx-ი ტოლი არის m დედამიწა მერვედი mx-ი m დედამიწასთან 3/2 ხარისხში, ტოლობის ორივე მხარეს თუ კვადრატში ავიყვანთ, ჩვენ გამოგვივა აქედან რომ mx-ის კვადრატი ტოლი იქნება m დედამიწის კვადრატი შეფარდებული 64-თან გამრავლებული mx-ის კუბი შეფარდებული დედამიწის მასის კუბთან. საიდანაც რა გამოგვდის ჩვენ რომ ეს და ეს სიდიდე იკვეცება, აგრეთვე m დედამიწის კვადრატი და m დედამიწის კუბი შეგვეკვეცება, საიდანაც საბოლოოდ გამოგვდის რომ mx-ი ტოლი იქნება 64 m დედამიწის. ანუ უცნობი mx პლანეტის მასა დედამიწის მასასთან შედარებით 64-ზე უფრო მძიმე ყოფილა. პასუხი A.